გამარჯობა. აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. პირდაპირ ეთერს ვიწყებთ ბათუმის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც გუშინ მოხდა შემთხვევა, ფაქტი ეხება 6 წლის ბავშვს შეეჯახა სამგზავრო მატარებელი, რომელიც ამ გზას გადის. შემთხვევა დაახლოებით მოხდა კულტურის სახლის წინა ტერიტორიაზე გადასასვლელთან. შეეჯახა მატარებელი მოზარდს, რომელსაც ადგილზე დასჭირდა ფეხის ამპუტაცია და ეს ბავშვი ამ დროისთვის მოთავსებული არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გვითხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში მაინც რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბათუმში ხდება სარკინიგზო ავარიები, განსაკუთრებით ამ მხრივ გამორჩეული არის ბარცხანის დასახლება, სადაც ბოლო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა და ჩვენ ახლა უკვე მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს მოვედით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა აქ მყოფი გარემოვაჭრეებისთვის გვეკითხა უსაფრთხოების ნორმებს, როგორ იცავენ ისინი. თქვენ კადრში ხედავთ ალბათ იმასაც, რომ ეს არის სარკინიგზო ლიანდაგი, რომელზეც დღეში დაახლოებით 3 გაივლის სატვირთო მატარებელი, თუმცა როგორც მოვაჭრეებმა გვითხრეს პირდაპირ ეთერის ჩართვამდე, მატარებელი მოდის საკმაოდ ნელი სიჩქარით, მათ აფრთხილებთ იმის შესახებ, რომ უნდა აალაგონ დახლები და ასე იცავენ ისინი უსაფრთხოებას აქ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის განთავსებული რაიმე მანიშნებელი იმისა, რომ აქ არის სარკინიგზო ლიანდაგი და აქ მოძრაობს სატვირთო მატარებელი. ერთადერთი რაც აქ მოვაჭრეებმა იციან, რომ ამის შესახებ მემანქანე აფრთხილებთ, როგორც საყვირით, ასევე ეძახის მემანქანე მათ, რომ უნდა აალაგონ დახლები და ეს არის უბრალოდ კომუნიკაციაზე დამყარებული უსაფრთხოება და ასე იცავენ აქ მოვაჭრეები მატარებლის შეჯახებისგან თავს. თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ინტენსიურად გადაადგილდებიან აქ როგორც მოქალაქეები, ასევე გარემოვაჭრეები და ფაქტობრივად ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ცენტრი, სადაც დღის განმავლობაში ასეულობით ადამიანი მოძრაობს და ჩვენ ვხედავთ, რომ უსაფრთხოება ფაქტობრივად დაფუძნებული არის მემანქანესა და აქ მყოფ მოვაჭრეებს შორის. მე შევეცდები, რომ აქ კითხო უკვე მოვაჭრეებს თუ როგორ იცავენ ამ უსაფრთხოებას და რა ტიპის რისკებს ხედავენ ისინი. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, მაგალითად გუშინელი შემთხვევიდან გამომდინარე, გვაინტერესებს ჩვენ აქ მოვაჭრეები როგორ იცავთ უსაფრთხოებას იმ როგორ და ნორმალურად, მაგრამ ალბათ ის ბავშვი გადადიოდა რა, სხვისი ბრალი არაფერი არ არის და ჩვენ ჯერ მოყობა ის უფროსი კაცი, გაიწიეთ, გადადით და მოდის ნორმალურად და აქ რა ვიცი, მატარებლის ბრალი არ იქნება იმდენად. დღეში რამდენჯერ მოძრაობს ეს მატარებელი და ამ უსაფრთხოებას როგორ იცავთ? ვერიდებით, გადავდივართ ნორმალურად და ვიმუშაობთ, როგორც საჭიროა, მაგრამ მატარებლის არ არის მაგ დამნაშაობა, ბავშვის ბრალიცაა. საყვირით გაფრთხილებთ მემანქანე თუ პირდაპირ მოდის ჯერ გაჩერდება, მე გადავიწევით და ლამაზად მუშაობთ. დაახლოებით რამდენი წუთი ჩერდება აქ ადგილზე? აი 1.5 საათი ჩერდება. ამ დროის განმავლობაში დახლების გადაწევა გიწევთ? კი, ოქრო, კი, ლამაზად ვიმსახურებით ყველაფერს ერთმანეთს. გარდა ამისა, თქვენ როგორ ისურვებდით, რომ ეს უსაფრთხოება გაცილებით მეტნაკლებად იყოს დაცული აქ, ანუ ნიშნულები რომ ყოფილიყოს ან საყვირები? საყვირები რატოა საჭირო? ლამაზად მუშაობენ ესენი მატარებლის ხალხი და რა თუ და ყვირილი და რამე არა. არის საყვირში გულისხმობ იმას, რომ გამაფრთხილებელი, ესე ვთქვათ, საყვირის სიგნალს რო იძლევა მაგის პირდაპირ სიგნალს იძლევა და მოდის ვიცით რომ მოდის, ხო? მე ვემზადებით გადასავალად. გასაგებია, მადლობა, უსაფრთხოებას გისურვებთ. დიახ, აი, ერთ-ერთმა მოვაჭრემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მემანქანე ვიდრე აქ გაივლის, ნელი მოძრაობით მოდის, შემდგომ უკვე მათ აფრთხილებს
იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე გავლას აპირებს და უნდა აალაგონ ის დახლები, რომლებიც პირდაპირ ლიანდაგზე არის განთავსებული და ასე უბრალოდ მემანქანესა და მოაჭრეებს შორის არსებული კომუნიკაციის შედეგად იცავენ ისინი უსაფრთხოებას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ გუშინ დაახლოებით დღის ბოლოს ბონის კულტურის სახლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის მოზარდს შეეჯახა მატარებელი და ამ მოზარდმა დაკარგა კიდური, კერძოდ ფეხი, რომლის ამპუტაციაც დაჭირდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა როგორც გვითხრეს, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დროული რეაგირების შედეგად სამედიცინო დახმარება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის გადაიყვანეს სასწრაფოდ კლინიკაში და ამ დროისთვის მკურნალობას გადის მოზარდი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მოზარდი და როგორც კლინიკის ხელმძღვანელობამ გვითხრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის გადის კვლავ მკურნალობის კურსს. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა აქ როგორ იცავთ იმ უსაფრთხოებას, როცა მატარებელი თქვენც გითხარით, აბა რას ფიქრობთ ამ უსაფრთხოებაზე, რამდენად იცავთ თქვენც? ამ უსაფრთხოებაზე რომ მოდის მატარებელი და ვხედავთ, უკვე ვალაგებთ. და ვემზადებით, რომ შეურაცხყოფა არ მოგაყენოს. დღეში რამდენჯერ გაივლის ეს მატარებელი? დღეში 3-ჯერ გაივლის, ხანდროს 4-ჯერ გაივლის, ხანდროს 1-ჯერ გაივლის. რა ვიცი და. და ამის კონტროლი არის მარტივი? ამის კონტროლი ახლავს, თვითონ ახლავს მატარებელი კონტროლი. ფეხით დადის და გვევნება გადაალაგეთ, გადმოალაგეთ, თავი დაიცავეთ და ასე. და ასე იცავთ უსაფრთხოებას, ხო? ისურვებდით, რომ აქ მაგალითად სხვა ტიპის უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგალითად ნიშნულები, გამაფრთხილებელები, იმიტომ რომ მოვაჭრებმა იცით ეს ყველაფერი, მაგრამ ახლავს, კაცი ახლავს და გვაფრთხილებს. 1-20-30 მეტრი წინ მოდის. და გვაფრთხილებს, რომ მატარებელი მოდის და მომზადეთ. და გადავდივართ ლიანდაგიდან. გასაგებია, მადლობა. უსაფრთხოებას გისურვებთ ნამდვილად. დიახ, ასეთი არის მოვაჭრეების შეფასებები. პირდაპირ ეთერში ვიყავით, ქალბატონო, შეგიძლიათ მოგვიანებით იხილოთ. თქვენ კადრში ხედავთ სარკინიგზო გადასასვლელს ლიანდაგს, სადაც ფაქტობრივად დახლები ამ ლიანდაგზე არის განთავსებული და მოვაჭრეები აქ ძირითადად სოფლის ნობაც ხიდიან და როგორც თავად გვითხრეს, უსაფრთხოებას ამ ფორმით იცავენ ისინი, მათ შორის ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ლიანდაგზე ავტომობილებიც კი არის გაჩერებული. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, მაგალითად თუ გაქვთ ინფორმაცია, გუშინ მოხდა შემთხვევა 6 წლის ბავშვს შეეჯახა აქ მოძრავი მატარებელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქ უსაფრთხოება როგორ უნდა დაიცვას შესაბამისმა უწყებებმა? არ ვიცი, ალბათ შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ რა. არ ვიცი, რა გითხრათ. გასაგებია, კეთილი. ქალბატონო, მოგესალმებით. შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ? არ სურთ აქ ადამიანებს მეწილად საუბარი იმის შესახებ, რომ უსაფრთხოება არ არის დაცული. თქვენ ხედავთ ახლა გაჩერებულ ავტომობილს, რომელიც ფაქტობრივად არის ლიანდაგზე დაპარკინგებული და აქ არავინ იცის, რომ როდის გამოივლის მატარებელი, თუმცა ზუსტად იციან ის, რომ დღეში 3-ჯერ გადაკვეთს ამ მონაკვეთს. საუბარი არის იმაზე, გოგოლის ქუჩიდან მომავალი მატარებელი დაახლოებით წერეთლის ქუჩამდე მიდის და წლებია ასე გრძელდება და ჩვენ ვხედავთ, რომ უსაფრთხოება ფაქტობრივად დაფუძნებული არის მემანქანესა და გამლელებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის გზით. და მოვაჭრებმა როგორც გვითხრეს, რომ მემანქანე მატარებელს ნელი მოძრაობით ატარებს და წინასწარ აფრთხილებთ მათ იმის შესახებ, რომ უნდა აალაგონ დახლები, რომელიც არის განთავსებული აქ ლიანდაგებზე. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ.
თუ შეგიძლიათ გითხრათ აქ უსაფრთხოებას როგორ იცავთ, მაგალითად გუშინ ვიცით რომ შემთხვევა მოხდა, ბავშვი ეჯახა, მატარებელი, თქვენ მე მანქანე გაფრთხილებთ ამის შესახებ რომ უნდა ცოტა დახლები აალაგოთ, თუ როგორ იცავთ ამ უსაფრთხოებას, როცა მატარებელი მოდის? აი სახსო მაშინებენ ხომ იცი, ისე ვანგრევთ და ვაშინებთ კიდე ამ დალაგებულს, იმიტომ რომ სახში ორი ულიკმაპური მივიტანოთ ფული. შიგნით არ კეთდება არაფერი, უწვალობთ და ჩვეულებრივ სტანდარტულად აი თარაზოს რომ გაასწორებ, ისე თარაზოზე დგებით და წვალოთ რა, საღამომდე. რას ისურვებდით რომ უკეთესად ყოფილიყოს თქვენი უსაფრთხოება გარანტირებული მაგალითად? მე სიკვდილსაც ვისურვებდი ამ მომენტში რომ აქედან ამ ულიკმაპურიოდ დამტვენ და სხვაგან დამსვან, სხვაგან მე ვერ ვივაჭრებ. 14 წელია ზუსტად ამ ადგილას ვაჭრობ. არ შეიცვალა არაფერი. ამდენი მთავრობაში აი 14 15 ზუსტად ამ ადგილას ჩდები. იმიტომ რომ სახში გადავდგა, ამდენიაში კი გადმოდგა და სახში ულიკმაპური მივიდა. სხვაგან ვერც დავჯდები. რამდენი უნდა მომცეს 600 ლარი რომ დავალაგო? ან სადმე ვიმუშავო? 600 მანეთად მე მთელი დღე ფეხზე ვიდგე ვერა. მირჩევნია რომ საღამოს სახში რომ ვიყო ყველა ღამეს წავიღო და აქედან უფრო იოლად მიმაგ საჭმელი სახში. აი მე კითხეთ ის რომ უსაფრთხოება რომ უფრო გარანტირებული იყოს თქვენთვის, ასევე გადაადგილების. კარგად იცავენ თვითონ მოყვება იგი კაცი გვაფრთხილებს ყველა ტუჩი უიმოთ არ ჩაულია რომ ის წინამძღვარი არ ეხლას და აი ძალიან ნელა მიდის. არ არსებული აქვს ვინმე დაზიანებული იყოს. არ არსებულია, ჯერ არ გამიგონია. ხილში რამდენჯერ გამოვივლის ეს მატარებელი და ეს როცა გამოვივლის ხელს გიშლით თუ არა თქვენ? ჩვენ თვითონ უშლით ხელს, მაგრამ ჩვენ თვითონ ისე ლაგდებით, რომ არაფერს მას არ ვამდებთ, მიდის და მოდის ჩვეულებრივ ლამაზად და კარგად. გასაგებია, მადლობა. თქვენ ვიცით ცოტა მოშორებით იყო, თუმცა ის მატარებელი გამოვივლის აქ. ჩვენ უშლით ხელს, მაგრამ ჩვენ იმდენ წვალობთ, რომ ორი კაპიკი მივიდა, რომ მე სხვაგან ვერ დავჯდები, მე რამე არ აღიც რომ მე სროლოს რომ წადი აქ და ვერ წავარ. იმიტომ რომ არ არის თავრობასთან გული, არ არის საერთოდ სოფლიოში გული. იმდენი მილიონები აქვს მაგალითად ჩვენ არაფერი არ გვაქვს. ამდენი თვეთი ვინმე მოყლე, შეხედე ამდენი თვეთი მთელი დღე ხალი რომ გადმოვიდა 62 წლის კალი. ამდენი თვეთი. და მე შეალაგებს და შეინახავს. მატარებელს ხომ როგორ წვალობს ეს ლაპარაკი ზედმეტი ვარ და ჩვენ არ არსებობს რამე ჩვენ დავზიანებული იყავით, იმიტომ რომ იმდენად გათვლილი გვაქვს ყველაფერი, იმდენად წვალობთ. უსაფრთხოებას გისურვებთ. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. უიმოთ არ ყოფილა რომ წინამძღვარი ახლებოდა. გამოხდა გუშინ ჩვენ არ ვიცი. გასაგებია, მადლობა. თქვენს კითხავთ ქალბატონო, როგორ იცავთ უსაფრთხოებას აქ, როცა მატარებელი მოდის, როგორ იქცევით თქვენ? შეგიძლიათ გითხრათ? კარგით, არ სურს ამ ქალბატონს ჩვენთან საუბარი, მე გავაგრძელებ ამბის მოყოლას და გეტყვით იმას, რომ გუშინ 6 წლის ბავშვს შეეჯახა სარკინიგზო მატარებელი, უпростоრად სატვირთო მატარებელი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდება. შემთხვევა მოხდა ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ბავშვი ახლა არის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული და როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმში სარკინიგზო შემთხვევები, ავარიები უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს. რამდენიმე ასეთი შემთხვევა მომხდარა ამ რეგიონში, მათ შორის განსაკუთრებით ამ მხრივ გამორჩეული არის ბარცხანის დასახლება, სადაც აჭარა ტაიმსი შეგიძლიათ იხილოთ Facebook-ზე და ყველა სოციალურ ქსელში. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ამბავი, დიახ. აინტერესებდა მოვაჭრებს, სად იხილავდა მის თავს, რომელიც საუბრობდა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ. მე გავაგრძელებ ამბის მოყოლას და გეტყვით იმას, რომ სარკინიგზო შემთხვევებით გამორჩეული არის ბარცხანის დასახლება და ამ კუთხით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 70-ზე მეტი შემთხვევა მომხდარა და მათგან უმეტესი შემთხვევა ფატალურად დასრულებულა. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა რამდენიმე თვის წინ. სკოლის მოსწავლე, როცა სარკინიგზო ლიანდაგს კვეთდა, მას შეეჯახა მატარებელი და ის ადგილზევე გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებლებმა რამდენიმე ჯერ გამართეს საპროტესტო აქცია და როგორც ბათუმის მერიისგან, ისევე საქართველოს რკინიგზისგან მოითხოვეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, კერძოდ ის, რომ ითხოვეს ჯებირი
უსაფრთხოების ჯებირის მოწყობა, ასევე საყვირების განთავსება და შესაბამისი ნიშნულების მონტაჟი, თუმცა ჩვენ როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, დღემდე ეს დაპირება არ შესრულებულა ბარცხანის დასახლებაში და იქ ადგილობრივებსა და მოზარდებს კვლავ გადაადგილება უწევთ რისკის ფასად და როცა ეს შემთხვევა მოხდა გუშინ, დღეს მაგალითად ბარცხანის დასახლებაში ცხოვრებლები წერდნენ იმის შესახებ და კიდევ ერთხელ ახსენებდნენ ბათუმის მერიას დანაპირებს, რომ როდის იქნება უსაფრთხოება მათთვის გარანტირებული უკვე ბარცხანის დასახლებაში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თქვენ კადრში ხედავთ იმას, რომ როგორი ინტენსიური მოძრაობა არის ამ ტერიტორიაზე, ხალხმრავლობა. წესით ეს უჩვეულო არ არის, რადგან აქ არის ქალაქის ცენტრალური ბაზარი და როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც უხვად გადაადგილდებიან ამ ტერიტორიაზე და თქვენ ხედავთ, მეც ახლა მათ შორის სარკინიგზო მატარებლის ლიანდაგზე გადაავადგილდები და მოაჭრეების დახლებსაც კი ხედავთ ამ ლიანდაგებზე განთავსებულს, მათ შორის ცოტა ხნის წინ გიჩვენეთ, პირდაპირ ლიანდაგზე არის მანქანა გაჩერებული და შესაბამისად აქ უსაფრთხოება, როგორც მოაჭრეები ამბობენ, ძირითადად დაფუძნებული არის იმაზე, პირდაპირ კომუნიკაციაზე, უпростоრად მემანქანე მათ აფრთხილებს, რომ იწყებს მოძრაობას ამ მიმართულებით და უნდა აალაგონ ის დახლები განთავსებული, რაც არის ლიანდაგებზე და როგორც ერთ-ერთმა მოაჭრემ გვითხრა, მათ უჭირთ ამ დახლების ალაგება, მძიმე ტვირთის ალაგება დღეში 3-ჯერ, თუმცა სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ, რადგან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ეს არის ერთადერთი გამოსავალი გარევაჭრობა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ეწევიან. ბოლო შეჯამებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ და ვიტყვი მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, გუშინ დაახლოებით დღის მეორე ნახევარში 6 წლის მოზარდს სატვირთო მატარებელი შეეჯახა, რომელმაც დაკარგა კიდური, ფეხის ამპუტაცია დაჭირდა მოზარდს და ის მოგვიანებით მოათავსეს კლინიკაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა იქიმების თქმით სტაბილურად მძიმეა და ასეთი არის ვითარება, რომელსაც გიჩვენებდით რამდენიმე წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში და ჩვენ უშუალოდ გვაინტერესებდა აქ მოაჭრეების მხრიდან იმ უსაფრთხოების ნორმებზე საუბარი, თუ როგორ იცავენ ისინი და მათ განმარტეს, რომ ეს უსაფრთხოება ძირითადად დაფუძნებული არის მემანქანესა და აქ მყოფ გარემოაჭრეებს შორის კომუნიკაციის გზით. მადლობა, რომ უყურებთ და ენდობით აჭარა ტაიმს. ასეთი იყო შეფასებები და მოსაზრებები ბათუმის ცენტრალური ბაზრიდან. მადლობა ნდობისთვის, დროებით.